გამარჯობა მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში ვისაუბრებ 2025 წლის 4 ნოემბრის არჩევნების შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ქალაქებსა და შტატებში ჩატარდა და ამ ვიდეოში კონკრეტულად ლაპარაკი იქნება არჩევნების შედეგებზე, სხვადასხვა დემოგრაფიებზე, იქ სად რა პროცენტია იღო როგორ და რანაირად და ამაზე ვისაუბრებ პროგრამაზე და ზოგადად პოლიტიკაზე. ამ შემთხვევაში ეს ვიდეო არ იქნება, ამაზე ცალკე გავაკეთებ ვიდეოს, თუ რა თქმა უნდა იქნება ინტერესი. წინა ვიდეოს ქონა ბევრი ნახვა და 75% ამ ადამიანებისა, რომლებიც უყურეთ იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან გამიხარდა, რომ აქ მყოფ ადამიანებს დაინტერესათ ამ ვიდეომ და ამ თემამ. მე ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ დაასაბსკრაიბოთ ეს არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო და მე უფრო მეტად ვეცდები შემდეგ, რომ ესეთი ტიპის კონტენტი შემოგთავაზოთ. პირველი, რა თქმა უნდა, მოგიყვებით ნიუ-იორკის არჩევნების შესახებ. როგორც იცით, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ზორან მამდანიმ, რომელიც გახდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მერი ისტორიაში და ასევე პირველი მუსლიმი მერი ნიუ-იორკ სიტის ისტორიაში და ამაზე ბევრი მითქმა მოთქმა არის. ამაზე რა თქმა უნდა ყველაზე უკეთ მოგვიყვება და სიტუაციას განწყობებს და ზოგადად ყველაფერს ყველაზე უკეთ რა თქმა უნდა გვაჩვენებს დატა და ის თუ როგორ და რა დემოგრაფიულმა ჯგუფებმა მისცეს ამ ადამიანს ხმა ამ არჩევნებში და მოკლედ ამის შესახებ მოგიყვებით უფრო დეტალურად. წინა ვიდეოზე ისიც დამიკომენტარეს ვიღაცებმა, რომ მაგანო კი არ მოიგო არჩევნები მოაგებინესო, ეგო deep state-მა მოაგებინაო, იმიტომ რომ უნდა რომ გაგვამუსლიმონო თუ რაღაცა მოკლედ ესეთი თემები. არ ვიცი, ხა ეს deep state-ი შარშან ყველას გვატრანსგენდერებდა და გვაგევებდა და ეხა კიდე უნდა რომ გაგვამუსლიმოს და მათრახები გვირტყას თუ არ დავემორჩილებით შარიათის კანონს თუ არ ვიცი მოკლედ. რა ლოგიკა არის ამ ყველაფერში ვერ ხვდები, მაგრამ ნუ ესეთი ხალხიც არსებობს, რომელსაც გონია რომ deep state-მა ესე იგი იმისთვის რომ გაამუსლიმოს მთელი მსოფლიო, გადაწყვიტა რომ მამდანის გაემარჯვა არჩევნებში, მაგრამ ზოგადად ამომრჩევლის აქტივობა და ეს ყველაფერი საპირისპიროზე მეტყველებს აქ არანაირ deep state-ის ჩართულობა საჭირო არ იყო და ზოგადად ის რომ deep state-ის და ვიღაცეების შეთქმულებები საჭირო არის იმისთვის რომ თითქოს აიხსნას არჩევნების ეს შედეგები, არის იმისი ბრალი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს იმ სიტუაციას, რომელიც ამერიკაში არის და პოლიტიკურ სიტუაციას განსაკუთრებით, მათ შორის სოციალურ და კულტურულ თემებსაც საქმე ისაა, რომ როგორ იდეალურადაც არ უნდა ჩანდეს ბევრი რაღაცა საქართველოსთან და ზოგადად ამერიკის გარედან, აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, ბევრი სოციალური პრობლემა, მათ შორის და ამაზეც ნახავთ ჩვენ ამომრჩევლის აქტივობაზე და დატაზე არის ბევრი სხვადასხვა exit poll-ების შედეგები მოვამზადე და დავამუშავე და ამ ყველაფერს მოგიყვებით და ჩვენ ვნახავთ, რომ ის თემა, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და ის ხალხი, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, რომელიც ხალხს პირდება რაღაცა ეკონომიკურ თუ სოციალურ თემებს, საბოლოო ჯამში უკმაყოფილოს თავის ამომრჩეველს და ისე ხდება მერე, რომ მაგალითად თუ მერობის კანდიდატი თავის ამომრჩეველს დაპირდება, რომ ბაგა ბაღი 8 მილიონიან ქალაქში, იქ სადაც ადამიანებს რო გადარჩნენ, ესაჭიროებათ 2-2 სამსახურში მუშაობა და 60 კვირაში 60 საათზე მეტი მუშაობა, რომ რაღაცა შემოსავალი ჰქონდეთ და თავიც ირჩინონ, ოჯახიც არჩინონ, ბინისკირა გადაიხადონ და ასე შემდეგ და აი ამ ქალაქში რომ ხალხს ეუბნება რომ ბაგა ბაღი სადაც თქვენ შვილი უნდა დატოვოთ, ვიდრე თქვენ მუშაობთ, უფასო იქნება, აი ეს რომ რადიკალურ დაპირებად და კომუნიზმად ითვლება, აი ეს რაღაცნაირად ვერ ფიქსირდება მე ამ ადამიანებში, რომ ესეთი ტიპის პრობლემა, როდესაც არსებობს ყველაზე მდიდარ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში და ესეთი დაპირება რადიკალიზმად რო აღიქმება, ეს არის მიზეზი იმისა, რომ მე ვთქვათ გარკვეული სოციალური პოლიტიკის და სოციალური დაპირებების მქონე ადამიანები იმარჯვებენ და მე ამას ეძახია, რომ უფასო ფულით გაიმარჯვა ეხლა ამ ქოცმა მამდანიმ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ესე ზედაპირულად შევხედავთ, მაშინ ცხადია, რომ რაღაცეები შეგვიძლია ესეთი შეთქმულებებით და ქოცობებით და რაღაცეებით ავხსნათ, მაგრამ თუ დავაკვირდებით რა პრობლემები არის და რა განწყობები არის ამომრჩეველში, მაშინ ყველაფერი ცხადი გახდება. მამდანის კონკურენტი ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი კონკურენტი იყო ენდრიუ კუომო, რომელიც იყო ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, რომელსაც მოუწია გადადგომა, იმიტომ რომ რამდენიმე ქალმა ის დაადანაშაულა ესეთი არასასიამოვნო ქცევაში, შევიწროებაშიც მათ შორის, რომ რაღაც ისე რაღაც კომენტარები ქონდა, რაღაცნაირად ისე ექცეოდა
ქალებს თავის აპარატში. საბოლოო ჯამში ამ სკანდალის გამო მას მოუწია, რომ გადამდგარიყო. მან წააგო დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი. ანუ დემოკრატმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ეს კაცი თავიანთი პარტიის კანდიდატად ამ არჩევნებში არ იყო მათთვის მისაღები. და შესაბამისად ზორან მამდანი პარტიული შიდა არჩევნების შედეგად დადგა როგორც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. კუამომ გადაწყვიტა, რომ ეს მისთვის მისაღები არ იყო და ამიტომ გადაწყვიტა, რომ გამოსულიყო როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ამ არჩევნებზე. მე აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, როდესაც რესპუბლიკური პრაიმერიზი ტარდებოდა, იქ ყველა კანდიდატს დაუსვეს შეკითხვა და ეს ძირითადად იმიტომ იყო გამოწვეული, რომ ტრამპი მაშინ ესე სკანდალურად იქცეოდა და იქ მას კითხეს, რომ თქვენო თუ წააგებთ რესპუბლიკურ პრაიმერიზს, რომ გამოხვალთ თუ არა დამოუკიდებელ კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებზეო და მაშინ იქ არ უპასუხა, რაც იმ პასუხად ჩაითვალა, რომ კი გამოვიდოდა ის მაინც დამოუკიდებელ კანდიდატად. ამაზე მაშინ რესპუბლიკელებმაც დასცინეს ტრამპს და დემოკრატებმაც, მაგრამ უომოს შემთხვევაში ეს თემა რაღაცნაირად არ ჩაითვალა ნაკლად და ტრამპმაც მას გამოუცხადა მხარდაჭერა. აქ მესამე კანდიდატი იყო კერტის სლივა, რომელსაც კომუნისტების და მემარცხენეების და დემოკრატების სასარგებლო იდიოტიც ეძახეს, იმიტომ რომ შენ წაართვიო ხმაო და ეს არცმევსო ხმებსო ენდრიუ კუომოსო და მაგითიო შანსს უზრდისო მამდანისო, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ ეს საერთოდ არ იყო. მოკლედ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ კუომო, რომელიც იყო ესტებლიშმენტის და ესეთი ძველი ყაიდის პოლიტიკოსი, გამოვიდა დამოუკიდებელ კანდიდატად, მას მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპმაც და CNN-ის მონაცემებით, მაგალითად CNN-ი უწყება, რომ ნიუ-იორკელი რესპუბლიკელების 73%-მა ენდრიუ კუომოს მისცა ხმა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შუაშისტი დემოკრატების და რესპუბლიკელების ამხელა მხარდაჭერა ქონდა, მათ შორის ტრამპის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერაც ქონდა კუომოს, მან ჯამურადაც ის რომ თქვათ იმ რესპუბლიკელ კანდიდატს სლივას რო არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ჯამურად მაინც წააგო მამდანისთან. ანუ მამდანი ამ შემთხვევაში აიღო 50.4%, რაც იყო 1,36,000-ზე მეტი ხმა, ხოლო ენდრიუ კუომო მიიღო 41.6%, რაც იყო 854,000-ზე მეტი ხმა. და მესამე კანდიდატმა აიღო მხოლოდ 7.1%, 146,000-ზე მეტი ხმა. ანუ ჯამურად მაინც მამდანიმ ბევრად მეტი ხმა მიიღო. ეხლა ვნახოთ როგორ ჩაიშალა კონკრეტული დემოგრაფიული ჯგუფები. როგორც აღვნიშნე ამ ვიდეოში, მე არ ვისაუბრებ პროგრამებზე და დაპირებაზე და პოლიტიკურ თემაზე, აქ ვისაუბროთ ამომრჩევლის განწყობაზე, ანუ რა საჩვენებს დატა და არჩევნების შედეგები იმ პოლიტიკასთან მიმართებაში და იმ შეთქმულებებთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობენ სხვადასხვა ადამიანები. ამ ვიდეოს მომზადებისას მე დავაყენე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს exit polls, ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ Associated Press-ის მიერ გაკეთებულ exit polls, რომელშიც მიიღო 17,000-მა ამომრჩეველმა მონაწილეობა. ყველაზე კარგი შედეგი დემოკრატებმა აჩვენეს ახალგაზრდებში. ამას ვნახავთ ჩვენ სხვა შტატებშიც, ეს ბოლოსკენ ვისაუბრებ ამაზე. მაგრამ აი მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის ამომრჩევლების მხოლოდ 11% არის ეს ჯგუფი, 30 წელს მიუღწეվել ადამიანებში 75%-მა მისცა ხმა ზორან მამდანის. არც უფრო მაღალი ასაკის ხალხში ქონია ცუდი შედეგები, ყველაზე წარუმატებელი შედეგი ასაკობრივ ჯგუფებში მან აჩვენა 65+ და ზემოთ. ამ ასაკის მხოლოდ 36%-მა დაუჭირა მხარი მას, ანუ ამ შემთხვევაში მაინც კარგი შედეგია. საერთო ამომრჩევლის მეოთხედს შეადგენს 30-დან 44 წლამდე ადამიანები და ამ ხალხის 66%-მა დაუჭირა მხარი მამდანის. კარგი შედეგი აჩვენა მან 45-დან 64 წლის ასაკის ხალხში, წააგო, მაგრამ 53% წამოიღო. ჩაშლილად რო არ თქვათ, მაგრამ აი ესე იგი ყველაზე ერთიანი საარჩევნო ჯგუფები რო წარმოვიდგინოთ, ერთადერთი დემოგრაფიული ჯგუფი, აი საერთო ჯამური დემოგრაფიული ჯგუფი, რომელიც წააგო მამდანიმ, ეს იყო თეთრკანიანი ამომრჩევლები. ოღონდ ამ შემთხვევაში, როდესაც წაგებაზე არის ლაპარაკი, ამ ჯგუფის 45% წამოიღო. დანარჩენი აბსოლუტურად ყველა
დემოგრაფიული ჯგუფი მოიგო. ეს თეთრკანიანი ჯგუფებიც პრინციპში რომ ჩავშალოთ უმეტესწილად მისკენ გადაიხარა, მაგრამ აი ჯამში მთლიანად თეთრკანიანი ამომრჩევლის მხოლოდ 45% წამოიგო. მომწერეს მუსლიმებმა აირჩიეს, რომ ეგო და ეგო ყველა უნდა რომ გაგვამუსლიმონო. ხო და ეხლა ვნახოთ რელიგიის მიხედვით რომ ჩავშალოთ არჩევნების შედეგები, გეტყვით რომ მუსლიმი ამომრჩევლის 92%-მა მისცა ხმა ზორან მამდანის, მაგრამ აქ ერთი მთავარი თემა არის. მუსლიმი ამომრჩეველი მხოლოდ და მხოლოდ 4% არის მთელი ამომრჩევლებისა. ანუ პატარავესი, უმცირესი ჯგუფი არის ამომრჩევლების, მხოლოდ და მხოლოდ 4%. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფი, რომელიც მოიგო დამაჯერებლად მამდანიმ, ეს არის ხალხი, რომელიც თავს არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიაკუთვნებს და მათი 76% წამოიღო. ეს ხალხი შეადგენს საერთო ამომრჩევლის 23%. ანუ თითქმის მეოთხედს. ამათი 76% ბევრად უფრო დიდი რაოდენობა არის ადამიანებისა, ვიდრე მუსლიმების 92%. და სხვა რელიგიურ ჯგუფებში, მაგალითად, იმ ხალხში, რომლებიც არ მიაკუთვნებენ თავს არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტ ქრისტიანებს და არც ებრაელებს, დანარჩენი აბსოლუტურად ყველა რელიგიური ჯგუფიც მოიგო მამდანიმ, მაგრამ აი სხვა ჯგუფებშიც საკმაოდ კარგი შედეგები ქონდა, ხო? მაგალითად, ჩვენ თუ ავიღებთ ებრაელ ამომრჩეველს, რომელთან უდიდესმა უმრავლესობამ კუომოს დაუჭირა მხარი, მამდანისკენ გადაიხარა 36%, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელი არის იმ ფონზე, რომ დიდი პროპაგანდა მიდიოდა მის წინააღმდეგ, როგორც ანტისემიტი კანდიდატის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის მუდმივად ლაპარაკობდა იმას, რომ არანაირად არ არის ანტისემიტი და ის ყოველთვის დაიცავს ყველა ნიუ-იორკელს და მათ უფლებებს და მისი პოზიცია ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იყო ის, რაზეც იყო დაშენებული მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც მას ანტისემიტად აცხადებდა. აქ კიდე ჩვენ რო ჩავშალოთ მაგალითად ქრისტიანი ამომრჩევლები, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მაგალითისთვის, პროტესტანტი ამომრჩევლის 42%-მა დაუჭირა მხარი მამდანის, რაც ძალიან ნიშანდობლივი შედეგი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ პროტესტანტი ამომრჩეველი, ანუ ევანგელისტი ქრისტიანები ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან ხალხი, რომლებიც კონსერვატორულად არიან განწყობილები და ძალიან ხშირად ტრამპისტი კონსერვატორებიც არიან მათ შორის. და იმდენად ჩვენ თუ ვნახავთ, რომ 73%-მა რესპუბლიკელებისა ხმა მისცა კუომოს ამარჩევნებში, პროტესტანტი ამომრჩევლების 42% ძალიან დიდი რიცხვი არის მამდანისთვის. განსაკუთრებით ასევე იმ ფონზე, რომ მის წინააღმდეგ მიდიოდა კამპანია, რომ ის არის კომუნისტი, რადიკალი მუსლიმი და ასე შემდეგ, მოკლედ, აი ამ ყველაფრის ფონზე 42% პროტესტანტებში არის ძალიან დიდი შედეგი და ქრისტიანებს შორის ყველაზე მცირე შედეგი მას ჰქონდა კათოლიკეებს შორის, რომელიც 33% იყო და კათოლიკეები შეადგენენ ყველაზე დიდ დემოგრაფიულ რელიგიურ ჯგუფს ნიუ-იორკელ ამომრჩევლებში, ეს არის 27%. მოკლედ, აი ესე თუ ჩავშლით, აქ ჩვენ დავინახავთ, რომ რეალურად ის შეთქმულება და აი ის ანტიმუსლიმური ნარატივი, რომ თითქოს ყველა ეს იყო რაღაცა მუსლიმების მიერ შემოგდებული, რაღაცა ის, რომ ყველანი გაგვამუსლიმონ და ეხლა იქნება მართლა მეჩეთები ჩაიდგმება ყველა ქუჩაზე და ასე შემდეგ, თუ დავინახავთ დატას, რომელიც გვეუბნება ამომრჩევლებისგან და კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ მუსლიმი ამომრჩევლების შეადგენენ საერთო ამომრჩეველთა მხოლოდ 4%-ს. მათი 92%-იანი მაჩვენებელი რეალურად იმაზე ნაკლები არის ბევრად, ვიდრე პროტესტანტების 42%. უფრო მეტმა პროტესტანტმა მისცა ხმა რაოდენობრივად. შესაბამისად, ეს ნარატივები და ეს შეთქმულების თეორიები მთლიანად გაცამტვერებული არის ციფრების მიერ, რომელიც შემოგთავაზა ამ საარჩევნო სტატისტიკამ. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მამდანის შესახებ იმდენად რამდენადაც ესეთი ინტერესი გამოიწვია წინა ვიდეომ და თხოვნა იქნება, რომ თქვენი ინტერესი დააფიქსიროთ ამ შემთხვევაში ამ ვიდეოზეც ლაიქებით და გამოწერით
რაც მე мотивაციას მომცემს, რომ გავაგრძელო ამ ტიპის კონტენტის კეთება, მამდანიზე აუცილებლად გავაკეთებ იმას თუ რა სპირდებოდა ის ხალხს, რა მოლოდინები არის, მასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებები მიიღო მან ეგრეთ წოდებული ტრანზიციის პერიოდში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოვამზადებ ასევე ვრცელ ვიდეოს. ახლა კი გავაგრძელებ ზოგადად არჩევნებზე საუბარს და მოდით ვნახოთ რა მოხდა ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში, სადაც ასევე დამაჯერებლად მოიგეს დემოკრატებმა. ნიუ-ჯერსიში ჩვენ თუ ვნახავთ შედეგებს, იქ დავინახავთ, რომ მაიკი შერილმა, რომელიც დემოკრატების კანდიდატი იყო, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც წააგო, ეს იყო თეთრკანიანი ამომრჩევლები, რომლებიც საერთო ამომრჩევლების 70%-ს შეადგენენ. ეს არის მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ აუცილებლად მე მოველი, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან იმას, რომ აი თეთრკანიანებს არ უნდათ და ეს სხვა რასები ირჩევენ და გტენიან ამ რაღაცა პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ დავინახავთ, რომ როდესაც ამას რაოდენობრივად ან ზოგადად ისე საერთო სურათში განვიხილავთ, მნიშვნელოვანი არის მიუხედავად იმისა, რომ თქვა შეიძლება ადამიანმა წააგოს რაღაცა დემოგრაფიული ჯგუფი, მხარდაჭერა მაინც დიდი. ამ შემთხვევაში თეთრკანიანი ამომრჩევლების 47% წამოიღო დემოკრატმა კანდიდატმა. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ აი ამაზე დაშენებულიყო, რა თქმა უნდა, მისი გამარჯვება. დანარჩენ რასებში პირწმინდად მოუგო, ჯამში ეს სხვადასხვა რასები წარმოადგენენ ამომრჩეველთა 30% და სათითაოდ რასების მიხედვით, რომ ჩაშალო 10%-იანი არის ყველაზე დიდი დემოგრაფიული ჯგუფი, ეს არის შავკანიანები 10% ამომრჩევლების და ლათინოები 10% ამომრჩევლების და აქ ჩვენ ვნახავთ, რომ ნიუ-ჯერსის არჩევნებში შავკანიანი ამომრჩევლების 94%-მა დაუჭირა მხარი მაიკი შერილს, ხოლო ლათინოების 68%-მა. ამ დროს 31%-მა ლათინოებისა ხმა მისცა რესპუბლიკელების კანდიდატს. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც არის აუცილებელი გასათვალისწინებელი, მე ვნახე Fox News-ის exit poll-ი, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა იყო ასეთი, რომ რა არის მიზეზი, რის გამოც დღევანდელ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და მიზეზებს შორის მეორე ადგილზე 41%-ით გავიდა ის, რომ მათ უნდათ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმის მიცემა. და აი ამ ესე იგი 41%-მა არჩევნებზე მისული ამომრჩეველისა თქვა, რომ არჩევნებზე მივიდა იმიტომ, რომ ტრამპის წინააღმდეგ მიეცა ხმა. და აი ამ ხალხის 97%-მა ხმა მისცა დემოკრატების კანდიდატს. ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის, იმიტომ რომ ამან გაზარდა აქტივობა და ჩვენ ვნახეთ, რომ პირველად არის, რომ 1965 წლის შემდეგ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა. მანამდე იყო მონაცვლეობით. ანუ 1965 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ზედიზედ გახდა დემოკრატი გუბერნატორი ნიუ-ჯერსიში. და ეს მაჩვენებელი, რომ 41% ამომრჩეველისა მივიდა იქ, რომ ტრამპის წინააღმდეგ მიეცა ხმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და გარდა ამისა, საქმე ის არის, რომ როდესაც Fox News-ის exit poll-ში ამ ხალხს კითხეს, რომ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემები, რომელიც ნიუ-ჯერსიში არის, თავარი პრობლემა, რომელიც დააფიქსირეს ამომრჩევლებმა 35%-ის ამომრჩევლების ამბობს, რომ ეს არის გადასახადები და ვისთვისაც გადასახადები არის მთავარი პრიორიტეტი და მთავარი პრობლემა ამ შტატში. ამ ხალხის 62%-მა მისცა ხმა რესპუბლიკელების კანდიდატს, მაგრამ 37%-მა ხმა მისცა დემოკრატებს. ზუსტად ჩაშლილი არ არის ტაქსების თემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ ხალხმა, ანუ 62%-მა, რომლებმაც ამ თემის მიხედვით მისცეს ხმა, შეიძლება ითქვას, რომ მათ უნდათ, რომ გადასახადებმა დაიწიოს, ხოლო 37%-მა დემოკრატებს ვინც მისცა, იმათაც შეიძლება უნდოდეთ, რომ დაიწიოს, მაგალითად იმ ხალხისთვის, ვინც ნაკლებს აკეთებს, ნაკლები შემოსავალი აქვს, მაგრამ აიწიოს იმ ხალხისთვის, ვისაც დიდი შემოსავალი აქვს. ანუ ეს პრობლემაც ხალხში არსებობს. რომ ისინი თვლიან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დიდარია, მაგალითად და დიდარში ძალიან ბევრ ქართველს ხშირად გონია ხოლმე, რომ ეხლა თუ BMW ყავს და რაღაცა 100,000-იანი სახლის ყიდვა მოახერხე ამერიკაში, დიდრად ითვლები და სინამდვილეში აქ ლაპარაკი არის ბეზოსზე, მასკზე და ამ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ნორმალურ ხილფას არ უხდიან და ჯანდაცვას არ აძლევენ და სამაგიეროდ წავლენ ვენეციაში და მაგალითად დღეში 65 მილიონს დახარჯავენ ქორწილში. ანუ ასეთ სიმდიდრეზე და მათ
მიმართ გადასახადების აწევაზე არის ლაპარაკი ხოლმე. მომდევნო პრობლემები, რომლებიც პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეს ნიუ-ჯერსელმა ამორჩევლებმა, იყო ეკონომიკა, რომელიც ამორჩევლების 32%-ს მიაჩნია პრიორიტეტად და ამ ამორჩევლების 66%-მა მისცა ხმა რესპუბლიკელების წინააღმდეგ, ანუ დემოკრატების სასარგებლოდ და შემდეგი არის ჯანდაცვა, რომელიც 16% ამორჩევლებისთვის არის პრიორიტეტული პრობლემა და ამ ხალხის 92%-მა მისცა ხმა დემოკრატებს და ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო მათ შორის აი ამ ახლანდელ government shutdown-ის, ანუ იმ დროს, როდესაც ფედერალური მთავრობა დახურული იყო დაფინანსების დაბლოკვის გამო, რომელსაც დემოკრატები ხმას არ აძლევდნენ, ამაზეც ცალკე მოგახსენებთ, ცალკე ვიდეოში. და საბოლოო ჯამში, ანუ აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამომრჩევლების უდიდეს უმრავლესობას პრიორიტეტად და პრობლემურად მიაჩნია ეკონომიკური საკითხები. ეს არის Fox News-ის exit poll-ის შედეგები. ფიქსირდება, რომ ემიგრაცია და ემიგრანტები არის ნიუ-ჯერსელი ამომრჩევლების მხოლოდ 7%-ისთვის პრობლემური. და ესეც ჩაშლილი არ არის ამ შემთხვევაში როგორ არის პრობლემური, მაგრამ როგორც გადანაწილდა ხმები ჩვენ შეგვიძლია რომ ამის მიხედვით დავასკათ, ხო? მაგალითად, მათთვის, ვისაც აი ამ 7%-ისთვის, ვისაც ემიგრაცია მიაჩნია პრიორიტეტულად, ამათ 71%-მა მისცა ხმა რესპუბლიკელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელსაც ტრამპი ატარებს, ხოლო 28%-მა მისცა დემოკრატებს, ანუ ეს ხალხი მაინც და მაინც არ ემხრობა იმ პოლიტიკას, რომელსაც ტრამპი ატარებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ 7% ამომრჩევლისა მიიჩნევს ამ თემას პრიორიტეტულად, ხოლო კრიმინოგენული სიტუაცია, რომელიც ასევე არის ხოლმე, რომ აი ემიგრანტები ჩამოვიდნენ და საშინელი კრიმინალური მდგომარეობა არის, ეს თემა მხოლოდ ამომრჩევლების 3%-ს აწუხებს. ანუ რეალურად აი ეს ნარატივი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ ხოლმე, კარგად არის ასახული ამომრჩევლის განწყობებში და შესაბამისად იმის მიხედვით თუ როგორ მისცეს მათ ხმა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, მე როგორც მოგახსენეთ, ანუ 51% ამომრჩევლებისა ამბობს, რომ ამრჩევნებზე იმიტომ გამოვიდა ნიუ-ჯერსიში, რომ ტრამპის წინააღმდეგ მიეცა ხმა და ამ ამომრჩევლების 97%-მა ხმა მისცა დემოკრატებს. ნახოთ როგორ გადალაგდა რესპუბლიკელი ამომრჩევლის ხმები. ხალხი, რომელიც ამბობს, რომ რესპუბლიკელი არ არის, აი ეს არის ამომრჩევლების 59%, ანუ აქ მოიაზრებიან როგორც დემოკრატები, ისე არააფილირებული ამომრჩეველი და ამ ხალხის 89%-მა მისცა ხმა დემოკრატებს. მაგრამ ამომრჩევლების 15% ამბობს, რომ ისინი არიან რესპუბლიკელები, მაგრამ არა მაგა, ანუ არა ტრამპისტი რესპუბლიკელები და ამათმა მხოლოდ 82%-მა მისცა ხმა რესპუბლიკელებს, 17%-მა არა ტრამპისტი რესპუბლიკელებისა მხარი დაუჭერა დემოკრატების კანდიდატს. ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. და გარდა ამისა, ჩემი აზრით, მაღალი რიცხვით აფიქსირდა ასევე მაგა რესპუბლიკელებშიც, ანუ ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არის რესპუბლიკელი და მაგა, ეს არის ამორჩევლების 25% და მათი 96% ხმებისა წავიდა რა თქმა უნდა რესპუბლიკელების მხრივ, მაგრამ 4%-მა ხმა მისცა დემოკრატებს. და საბოლოო ჯამში აი ამან რომ 99% არა რესპუბლიკელებისა და ჯამურად 21% რესპუბლიკელებისა მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატს, ამითი მოიგო დემოკრატმა კანდიდატმა უკვე ზედიზედ მესამე ვადა ნიუ-ჯერსის გუბერნატორისა. ვირჯინიას ძალიანაც არ ჩაუშლი, იმიტომ რომ დიდად სურათი არც აქ არ არის შეცვლილი საბოლოო ჯამში აი ეს ტენდენციები, რომლებიც ორივე არჩევნებში ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში იყო. აქაც ერთი და იგივე არის თითქმის. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც არის ყურადსაღები, არის ის, რომ ახალგაზრდებში დემოკრატებმა პირწმინდად გაანადგურეს რესპუბლიკელები და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2024 წლის არჩევნებში საკმაოდ მოულოდნელად
ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადაიხარა ტრამპის მხარეს. და მათ შორის უდიდესი უმრავლესობა იყო ახალგაზრდა კაცებისა, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ უკვე სხვა შედეგი ვნახეთ ჩვენ. მაგალითისთვის ვირჯინიაში 30 წლამდე კაცების 58%-მა დაუჭირა მხარი დემოკრატებს. ხოლო 30-დან 44 წლამდე კაცების 52%-მა. და ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, იმიტომ რომ ზუსტად მთელი თემა იმაზე, რომ ტრამპმა ახალგაზრდები და განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცები მოიგო 2024 წლის არჩევნებში, იყო მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ აქ იყო აი პოდკასტერები და ინტერნეტში რომ და სხვადასხვა ვიღაცებთან დადიოდა და იქ პოდკასტერებთან ჩდებოდა ინტერვიუებზე, ხო? ჯო როგანის ხალხი, რომელიც გეიმერები, თუ რაღაც ინტერნეტში გათქვეფილი ადამიანები იყვნენ, ისინი ვინც მასობრივად მისცა ხმა ტრამპს და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს დემოგრაფიული ჯგუფი ეხა გადაიხარა დემოკრატების მხარეს. იგივე სიტუაცია არის ამ შემთხვევაში ნიუ-ჯერსიშიც, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ მაგალითად 30 წლამდე კაცთა 57%-მა მისცა ხმა დემოკრატების კანდიდატს, ხოლო 30-დან 44 წლამდე მამაკაცთა 62%-მა დაუჭირა მხარი დემოკრატების კანდიდატს. ანუ ეს არის უდიდესი მაჩვენებელი აი ამ კონკრეტულად ამ დემოგრაფიულ ჯგუფში. თუმცა თავისთავად მოსალოდნელი იყო ის, რომ ახალგაზრდა ქალები დემოკრატებისკენ გადაიხრებოდნენ იმ სხვადასხვა პოლიტიკის გამო, რომელიც მათ შორის ქალთა უფლებების ტრამპის აი ამ 10 თვიანი მმართველობის პერიოდში ეს თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ისედაც დემოკრატების მხარეს გადახრილი დემოგრაფიული ჯგუფი კიდევ უფრო მეტად გადაიხრებოდა და აქ მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ნიუ-ჯერსიში 30 წლამდე ქალების 81%-მა მისცა ხმა დემოკრატებს, ხოლო 30-დან 44 წლამდე 72%-მა ქალების და ზოგადად ქალების აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიგო დემოკრატიულმა პარტიამ და დემოკრატების კანდიდატებმა. ვირჯინიაშიც თითქმის იგივე სურათი გვაქვს. აი ეს ტენდენციები ასაკობრივი ჯგუფების სქესის მიხედვით, განათლების მიხედვით, რა პრიორიტეტები აქვს ამ ხალხს, რელიგიის მიხედვით თუნდაც, ხო? ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ 10 თვიანი მმართველობის შემდეგ ის ამომრჩეველი, რომელიც ასე თუ ისე იხრებოდა ტრამპისკენ, არ არის მაინც და მაინც კმაყოფილი. და ის, რომ მოქმედებაში დაინახეს უკვე ამ ადმინისტრაციის გარკვეული დაპირებები თუ ისეთი რაღაცეები, რაც დაპირებებში არ იყო, ხო? მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი ამ შემთხვევაში იყო ეს ლათინოების ჯგუფი ამბობდა იმას, რომ სჯეროდათ ხალხს რაღაცნაირად გულწრფელად, რომ მაგალითად ემიგრაცია შეეხებოდა მხოლოდ კრიმინალებს, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ის, რომ კრიმინალებში აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი გაიყვანეს, რომელსაც მაგალითად 20 და 30 წლის წინ რაღაცა ავტოსაგზაო წესი აქვს დარღვეული. საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ რაღაცა თქვეს, რომ აი ეს რიცხვის, აი ამ რაოდენობის ადამიანი უნდა დავადეპორტოთ ყოველთვიურად და ამაზე ეს გახდა პრიორიტეტი და არა ის თუ ვის ადეპორტებენ. თავარი თემა გახდა რამდენს დაადეპორტებენ და არა ვის და ამან თავისთავად იმოქმედა ამ მომრჩეველზე. თუმცა ჩვენ მაგალითად იგივე Fox News-ის გავიმეორებ, რომ Fox News-ის exit polls მიხედვით ნახეთ, რომ ნიუ-ჯერსიში მხოლოდ ამ მომრჩევლის მხოლოდ 7%-ს აწუხებს ემიგრაცია. და თემა არის ის, რომ აი ესეთი მონაცემები, როდესაც არის ის შტატები, რომლებშიც არ აწუხებთ ემიგრაცია, ზუსტად იმ შტატებს დაატყდა თავს ყველაზე მეტად ეს მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა. ხო, ანუ კალიფორნიაში მაგალითად ლოს-ანჯელესი და ზოგადად კალიფორნია ყოველთვის გამორჩეული იყო იმითი, რომ იქ უფრო მეტი ემიგრანტი ბინადრობდა ვიდრე მაგალითად აქ დაბადებულები ან რაღაცა 9 თაობის ამერიკელები და არასოდეს ეს პრობლემა არ ყოფილა კალიფორნიაში. პირიქით ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის იქ ამაზე და ამის მიუხედავად კალიფორნია ყოველთვის აძლევდა ლურჯ კანდიდატს, ანუ დემოკრატ კანდიდატს აძლევდა ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს არ აწუხებს კაცო ეს საემიგრაციო პრობლემა და ვისაც აწუხებს იქ კი არ გაუშვა. ანუ ალაბამაში რომ ორი მექსიკელი აწუხებს ვიღაცა ალაბამელ იმას რა ქვია ფერმერს, იმასთან კი არ გაუშვა საემიგრაციო პოლიცია, არამედ გაუშვა იმ შტატებში, სადაც ხალხს არ მიაჩნია პრობლემად საემიგრაციო და ემიგრაცია ზოგადად, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ
ემიგრანტები მნიშვნელოვანი ნაწილი არის როგორც ეკონომიკის, ასევე ყოველდღიური ცხოვრების. ზოგადი რეაქციები, რაც იყო რესპუბლიკელების მხრიდან არის ის, რომ მაგალითად ამბობენ, რომ ეს ახლა არაფერი ისეთი არ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ლურჯ შტატებში ისედაც დაფიქსირდა რაღაცა ლურჯი და დემოკრატების წარმატება, რაც ჩვენთვის არ იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად, მაგრამ ზოგადად აი ესე დემოგრაფიულად და პრობლემების მიხედვით, როდესაც ჩაშლი, ჩვენ ვხედავთ რომ დემოკრატებს ამ შემთხვევაში აქვთ იმისი შანსი, რომ უფრო მეტად თუ რაღაცა კონცენტრირებას გააკეთებენ იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს და რომლის წუხილის საფუძველსაც ამჟამინდელი ადმინისტრაცია მათ აძლევს, მათ შანსი ექნებათ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს უწევს, გარკვეული შედეგები აჩვენონ. თუმცა, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი არის იმედგაცრუებული იმითი, რომ რამდენიმე დემოკრატმა ხმა მისცა ბიუჯეტის გაგრძელებას და ამაზე როგორც აღვნიშნეთ, ცალკე ჩავწერ ვიდეოს. მოკლედ, ძალიან ცოტა ესეთი ვრცელი ვიდეო გამომივიდა, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც აინტერესებს ეს თემები, ჩემი აზრით მოგეწონებათ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ დააფასოთ ჩემი როგორც რისერჩი, ასევე ამდენი რომ ვილაყაბე ამ ვიდეოში და დაალაიქოთ ეს ვიდეო და დაასაბსკრაიბოთ ეს ჩანელი. დიდი მადლობა.